გილოცავთ, მაისიდან ევროპის ვიზა აღარ დაგჭირდება მხოლოდ ფული. პრემიერის თქმით 2015 წელი იქნება შრომის წელი. შესაბამისად 2016 წელი იქნება ხელფასების. ანუ დათო 2015-ში რო იმუშავებ, ხელფას არ მოგცემ და 2016-ში მოგცემ ერთი ხელ. თარგამაძემ განაცხადა, რომ ივანიშვილმა ქართველ ხალხს შუა თითი აჩვენაო. ბატონო გივი, დიდი ამბავი, თითი გვაჩვენა. მთელი 9 წელი შენ თავს გვაჩვენებდა სააკაშვილი და თითი ეხა. ბატონმა ბიძინამ ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ ნიჩეს არ ვეთანხმებიო, ესე თქვა პირდაპირ. ძალიან უცნაურია ბიჭო. ხანდახან ჯაჭვლიანს ეთანხმება და ნიჩეს ვაფშე არ ეთანხმება. შესასწავლია. მარგველაშვილი თურქმენეთში ბედაურზე წამოიჭიმა და გააჭენა. ასე უთქვამს კაცო. რაღაცის სადავეებს მაინც დავიჭერ ხელში. ჯო, ახდენ ხალხო, აი საინტერესოა. ეს საქართველოს პრეზიდენტი ჯერ არცად რომ არ უშვებდნენ. ცოტა ხნის წინ პოლონეთში გაუშვეს, მერე იაპონიაში, ახლა სტრასბურგში. მაგრამ ძვირფასო მთავრობა, ხო ხედავ რომ მაინც პოულობს სახლის გზას და გაანებეთ თავი. სააკაშვილი თავისუფლების რაინდა დაკურთხეს სლოვაკეთში. ჯო, სად იყო სლოვაკეთი, ჩვენ რომ მაგას 9 წელი ვაკურთხებდით და. ბიძინა ივანიშვილმა მიხეილ სააკაშვილი შეადარა წიგნს, კერძოდ ორველის 1984-ს. განვარცხოთ ეს ყოველივე და შევადაროთ მაგალითად ნათელაშვილი გლახის ნაამბობს. მარგველაშვილი უთავო მხედარი. ღარიბაშვილი დიდოსტატის მარჯვენა. ალასანია მშვიდობით იარაღო. ჯაჭვლიანი ხმელი წიფელი. ნაცები ქარწაღებული. კურიერი სიბრძნე სიცრუისა. მიშა 80 დღეღამე დედამიწის გარშემო, ბიძინა 80,000 კილომეტრი წყალქვეშ. დიდი მადლობა, ეს იყო ჩემი მონოლოგი, ჩვენს შოუ პროგრამას მუსიკალურად აფორმებს დავით ფორჩხიძის ბენდი. ვაიმე, რამდენი ხართ? ესე ქვია ბენდს რა. ამ საღამოს თქვენი ხილავთ. ზაქარია კუცნაშვილის ყველაზე იმდურ დაწახებას. მინისტრ პატა ზაქარიშვილს და მის პოლიტიკურ ჯაზებს. ახალი პროექტის გმირებს, კაცს რომელიც სულ ლაპარაკობს და ვაკაჭის. და პანჩოსა და ხვიჩა ხოჯავას საახალწლო სიმღერას. სამსახურში გვაქვს ახალი ჰობი. ფორჩხიძე შენ არ იცი ხო ამ ჰობის შესახებ? ეხლა გეტყვი რომ შევდივართ ინტერნეტში, არის ესეთი ნივთი ინტერნეტი და ვათვალიერებთ ოფიციალურ სამთავრობო საიტებს ან Facebook-ის გვერდებს. დღეს პროგრამაშია საქართველოს პრეზიდენტის Facebook-ის გვერდი. აი ახლა ხედავთ სურათს, რომელიც დევს საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის ოფიციალურ საიტზე, Facebook-ის გვერდზე და ასეა დასათაურებული. საქართველოს პრეზიდენტი უკრაინის პრეზიდენტის ინაუგურაციაზე. აი შეხედეთ. აქ არის ერთი პრეზიდენტი ყოფილი სააკაშვილი, დანარჩენი არცად არ ჩანს, მაგრამ ფაქტია რომ ეს დევს. შემდეგი, ვებგვერდიდან საიტიდან ვერ მოასწრეს წაშლა ამ სურათის. ამ სურათიდან, შემდეგი სურათიდან შევიტყობთ, რომ საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში ბინადრობს მოჩვენება. აი კიდევ ერთი მტკიცებულება, დაინახეს მოჩვენება, ხედავთ. ახლა კი გიჩვენებთ ფოტოსასწაულს. ფოტოსასწაულია ეთერში. მითი იმის შესახებ, რომ ჩვენს პრეზიდენტს ხელს არაფერზე არ აწერილებენ, დაიმსხვრა. აი ამ ფოტოსასწაულს. აქ კამერამ შემთხვევით დააფიქსირა ადამიანი, რომელიც პრეზიდენტს და ქვეყანას კულისებიდან მართავს. აი შეგიძლიათ ნახოთ აგერ. აი კუთხეში. აი ესე მართავს. შემდეგი ფოტო. საქართველოს პრეზიდენტს გოგოები ჭორავენ.
შემდეგი, საქართველოს პრეზიდენტი ბიტლზების ფანია. და აბა ეს ფოტო, ესე დავასათაურებდი, რომ პრეზიდენტი საიდანღაც ეცნობათ. შემდეგი ფოტო, საქართველოს პრეზიდენტი მიქსავს. ეს რუბრიკა ამით არ დამთავრებულა, გვაქვს მთელი კომიქსი, მარგվել კომიქსი. მაშასე, თურქეთის და აზერბაიჯანის პრეზიდენტებმა საქართველოს პრეზიდენტი დააიგნორეს. გავიდათ რომ რეგიონში შეიცვალა პოლიტიკური ვითარება და შესაბამისად საქართველოს და აზერბაიჯანის პრეზიდენტებმა თურქეთის პრეზიდენტი დააიგნორეს. ნათქვამია დრონი მეფობენ და არა მეფენიო. რეგიონში ეს ანდაზა ძალაშია და ვითარება შეიცვალა. ამჯერად უკვე საქართველოსა და თურქეთის პრეზიდენტებმა აზერბაიჯანის კოლეგა დააიგნორეს. ბოლოს ლიდერები მიხვდნენ რომ ასე არ შეიძლება გაგრძელება და ერთმანეთის დაიგნორებით ჩრდილოელი ერთი სასიამოვნო ქვეყანა ხარობს და ამიტომ დაიწყეს ფიქრი პრობლემის მოგვარებაზე და ასე მოაგვარეს ეს პრობლემა. მეგობრობამ გაიმარჯვა. ზაქარია გუსტაშვილის ყველაზე ინტური დაწახება. მოდი ზაქრო. მოდი. ეს სიმღერა და ეს გული ეფნება ზაქარიას. Zudi თქვა და პირიდან არა მომდის Zakúsiš ma zemi chami vymíre Zakaria Vody nás ničaka čveno žečemo Zakaria Захро, держи гитару! Нехи само векаре вижи гимдие виндоши Замичи речи моладжа давицет поцикноши Sadme tuga dagegrebi mere naxe tish 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 Солнце светит ярко-ярко, а небо такое голубое. Приходи к нам, Захария, приходи, и будем вместе петь про нашу любовь. Моди закро! Моди! ჩვენი შოუს სტუმარია, უნდა წავიკითხოს, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ბატონი პაატა ზაგარეიშვილი. სხვა თუ არაფერი ერთი მისია შევასრულებ ატა, ნუ ვერსად ვერ იკეთებ ალბათ საქართველოს. ხო და ეხლა ბაფთას. არა, კარგად გამოიყურები, მე მგონი. შევაფასებ ჩემ თავს და მე მივხვდები რომ კარგია თუ მე გავიკეთებ უკვე მომავალში. კარგი. ძალიან გრძელი სახელი აქვს შენ სამინისტროს. ბატონო ძამოკოს ლაპარაკი. აბა როგორ? შერიგების სამოქალაქო თანასწორობის სახელმწიფო მინისტრის აპარატი. ვერ გაიგე? კი. ხო, ნუ გასაგებია ხო. შენ თანამშრომლებს ალბათ არ მაქვს პრობლემები გრძელ სიტყვებზე, იმიტომ რომ საქართველოს ლაპარაკობ კი და ამიტომ მეც ყოველთვის პრობლემები მქონდა გრძელ სიტყვებზე, ამიტომ მოკლედ ვლაპარაკობ. თანამშრომლებს უყვარხარ ალბათ. რატო იცი? ერთი მიზეზი ვიცი. აბა. თათვირებს ძალიან სწრაფად ამთავრებ. კი, ეს ნამდვილად ასე. შენ ჩატარე გამოკვლევად ჩემთან? კი, იმიტომ რომ უცხო ენაზეც ასე ლაპარაკობ? უცხო ენაზე, ახლა უცხო და მარტო რუსული ვიცი კარგად. სხვათა შორის ამას წინათ ამას ვეთქე ჯეკი აკარიანო, ეს უკრაინული ჯგუფი არ ჩამოსული ექსპერტების. უკრაინის მთავრობის, ხო?
და უკრაინის მთავრობის ხალხიცა და ექსპერტებიც არიან და აინტერესებთ ჩვენთან არსებული პრობლემებს როგორ ვაგვარებთ. ხო. და მქონდა 2-3 დღეს უკვე შეხვედრა მქონდა და აი მართლაც შეიძლება დამიჯერო, შეიძლება არ დამიჯერო, პირველივე ფრაზიდან როგორც დავიწყე ლაპარაკი, თხოვე, შეიძლება ძალიან ცოტა ნელაო. მაშინ მივხვდი რომ ეს ლეგენდა ჩემი სწრაფი ლაპარაკისა არ იყო მხოლოდ მოგონილი საქართველოში. არა, თან იქ ძიმე სიტუაციაა, იქ და მართლა ჩამოვიდა ხალხი რა და გაეგო. გასაზიარებლად ამბო შენ დახვდი აქ და. კარგი. მოდი ხა არის ასევე შენ შესახებ მითი იმის შესახებ რომ ხო ვერ იგებენ და მოკლათ ეს თემა თქვათ რაიმე ენის გასატეხი აი მაგალითად ეს ამაკარი თეთრი თრითინა თეთრ თვილზე თრთოდა შენ ვერ კითხულობდა მე როგორ გავთქვა ზეპირად ამ გაიმეორე აი გარა აბა ცადე თეთრი თრითინა თეთრ თვილზე კაი ჯანდაბა სილაპარაკონჩებზე სპატაშორი ეხლა მაგის გონდა მისმიდე პარამეტრი გეტყვი აიგივე თათფირებიდან გამომდინარე ხშირად ახოლმე დასახელებები კონფლიქტები სხვადასხვა და ადამიანებს არა ყველაზე სწორი დასახელება როგორც ეს ყველაზე გრძელია ხოლმე ამიტომ კიდე მაგალითად სამხედროსაც ამბობენ სამაჩაბლო და მე ვიცი ყველაზე სწრაფად ვამბობ ყველაზე სწორ ყველაზე მაგალითად ყოფილი სამხედროსაც ავტონომიური ოლქის ტერიტორია ეს არის ყველაზე სამართლებრივად სწორი ნამდვილად მაგრამ ისეთ გზელია რომ ვერ ყველაზე ზარება ან სიტყვას აგდებენ ან ძალიან დიდხანს გამოდის კაი შენს ბიოგრაფიას გადავხედეთ და გავიგეთ რომ ყაზანში დაამთავრე რა დაამთავრე ნუ ახლა ყველა მიცის უკვე ესა და ამიტომ საიდუმლო არის ყაზანში დაამთავრე მეცნიერული კომუნიზმის მიმართულებით მეცკომი დიახ მეცნიერული მაშინ პოლიტოლოგია არ არსებობდა და ეს იყო და მე ეგრევე ჩააბარა აკადემიაში სასულიერო აკადემიაში და ასეთ აიგულავე ყაზანში რომ ეგრევე ამდენი მონანიება ხო მამას ჯობი არ გავაგზავნოთ არა ხო მეცკომიდან მაგრა გულაოდეს მეცკომელები კი მე მგონი ხო ყველაზე მაღალი სტიპენდიები ქონდათ მეცკომელებს ხოთა შორის ყველა საბჭოთა კავშირის ყველას ქონდა 40 ლარი სტიპენდია მანეთი თუ ხო მანეთი დამო რუბლი ასე ადრე ნუავლენ ჯაშუშურბუნებას რუბლი და მეცკომის ხალხს ქონდა 55 უყურე აი ყაზანში დაამთავრე კი მეცკომი რუსეთში კი ბიჭო რაღაცებს ლაპარაკობს ნაცებს რო არ მოსწონდა აშკარად ჯაშუში ხარ რა ხო მიშამოს დაამთავრა უკრაინაში ეს რაღაც ხო კაი მიშა ჯაშუშია მე პრობლემა არ აქვს შეძები ლაპარაკო თემაა შეუცვალე კაცო ხო არ არის პრობლემა კაცო მიშას თავი დავანებოთ დროებით და კაი შენ ესე იგი მაინც აი რითი უკავშირდები როგორ უკავშირდები იუსტას ალექსუ გრადისტკა ყავს სამსახურში სადღაც ქვის ქვეშ დებ რაღაც არის ქვა არის თეატრი თბილისში არ ვინ არ იცის ხო მიდიხარ იფარები და ქვას ესეთი აქ ხრახნია ესეთი ჩავდებ და არ ვინ არის ის იხრახნება ხაჭერს ჩვენ ხელ ჩაგვივადა ფოტოები გვაქვს ფოტოები სადაც არის რაღაც ფოტოები სადაც შენ აი ამ ჯაშური საქმიანობის დროს ხარ დაფიქსირებული და ახსენია ერთი რა ფოტოებია გაუშვათ აგე ნუ ეს არასე რა არის აშკარად უსმენ საბჭოთა რადიოს აბა კიდე არა ეს აი ხედავ როგორ ჩაფიქრებული ხარ შეხედე უსმენ ეს რადიოს უსმენ ჩოლებრივ რადიო არა ვიცით რა რადიოც არის რა კარგად ვიცით კარგი აბა ამ ფოტოზე რა სიტყვი მაშინ აბა ეს რაღა არის აშკარად დაკვირდები ჩვენ შეერაღებულ ძალებს პარადის დროს ხელები ამიწევია მართლა აი რა არის ხა შეხედე გამხელ საზღვაო ბინოკლია რა მოკლედ ხარ ჯაშუში ნუ სხვა გზა არ დაგჩენია რომ ასეთი ფაქტებია რომ ასეთი ფაქტები მომიტანე არ ველოდი ამას ნამდვილად კარგი კარასინი აბაშიძის მოლაპარაკებები როგორ მიდის ეგ თქვენ არ გეხებათ პირდაპირ არ მეხება მაგრამ იმედია რომ მათ შერიგება არ მომიწევს მე ხო შერიგების მინისტრი ხარ და ჯო აი აფხაზეთი და ქართველების შერიგების პრობლემას წყვეტს ამხელა და ის გაბარია და ის რო შეარიგო ჩვენი პრეზიდენტი და პრემიერი ჰა არა მე მიჩვენე აფხაზეთში შევარიგო იდეოლია უფრო ნუ კარგად მეს უკაცრად მეს კარგი მიშას თანაგუნდელი ხარ ბაჩო ახალაიას ადგილას მუშაობდი პრაქტიკულად ის მუშაობდა ჩემ ადგილას მე თუ მუშაობდი იმ სადღაც რო განმარტოთ იცოდეთ რომ
ბატონი პატა მუშაობდა მიშა სააკაშვილის მოადგილედ მინისტრობისა საჯელახსნების. ნუ ხო, როცა იყო სააკაშვილი იყო იუსტიციის მინისტრი, იყო საჯელახსნების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე. ნუ პრაქტიკულად ციხეებს კურირებდა. ეს როცა ქურდული ზენიტში. კი, როცა ქურდული მართლა ქურდებთან ქონდა ურთიერთობა. რა თქმა უნდა, უშუალო კონტაქტები ქონდა. ჩვენ დროს დაიწყო სწორედ ის მათ საკითხის მოგვარება, თუ შეიძლება ასე ითქვას, ისე რომ მართაც და იცოდი ქურდული ტერმინები? არა, არ ვიცოდი, სწორად აბსოლუტურად. მეუნებოდნენ მე რომ თუ გინდა რომ ქურდებს ელაპარაკო, ქურდული ტერმინები უნდა იცოდეო და საერთოდ არ ვიყავი. მე ისწავლე? არა, პირიქით მათ ვასწავლე თქვენობით ლაპარაკი. როგორ აი აფშაკი არის რა? არა, მაშინ არ ვიცი, ახლა უკვე ვიცი, მაგრამ როცა მე შევედი ციხეებში, აფშაკი და იყო, ის რა ქვია, სხვა ესეთი ტერმინები. რაგა, პადიომი. ხო, არა, ნამდვილად ეს ყველაფერი მე იქ უკვე ნელან ვისაც, მაგრამ როცა ელაპარაკებოდი ქურდს, ის გელაპარაკობდა რაღაც ქურდული რაღაც, მე არ მესმოდა, ამიტომ თქვენობით ელაპარაკებოდი. შენობით, გადმოდო თქვენობით, ამიტომ რომ სხვა გზა არ ქონდა, ვერაფერს რო გებინებდა. ხო, გასაგებია. ასე რომ ხო, ეხლა ხო იცი რაც თავარია უკვე. ეხლა აღარ არის ქურდები და. აი ეგ არის, აი ყველაზე არასწორ მომენტში იცი რაღაცა, როცა აღარ გჭირდება უკვე რა. ეგ არის პრობლემა. ეს გამოცდილება უკვე პრაქტიკულად არ შეგვჭირდება. კარგი. დაუშვათ მოაგვარეთ კონფლიქტების მოგვარების და მორიგების თუ შერიგების და სამოქალაქო თანასწორობის. ანუ მოაგვარე ყველა პრობლემა და მე რა სიზავრი. ხო, თუ რამე გამომივიდა ჯერჯერობით, ეს არის სამინისტრო სახელის გადარქმევა. როგორ გადაარქვა? რეინტეგრაცია ერქვა ადრე. აჰა. მე რომ მომვედი გადავარქვი და შეგადაარქვა. ასე რომ რა პრობლემა, კიდე გადავარქვევთ. რა? ჩახუტები სამინისტრო რა პრობლემა. ხო, რა თუ არა. როგორ? ოფერები. შენ არ გინა ვინმე შეურიგდე? მე ყველა შერიგებული ვარ. არ წერი არ ყავს, აგერ ამხელა სპეციალისტი კაცი. მოდი ახლა ჩვენი სტუმრობა ყველაზე სასიამოვნო რაღაცით დავასრულოთ, ეს არის მუსიკა. მუსიკალური, ხო გიყვარს მუსიკა? ჯაზი, გიждები ჯაზი. ჯაზზე გიждები, ხო? ჯაზი ერთ-ერთი საუკეთესო კოლექცია მაქვს საქართველოს. მართლა? შენ საყვარელი ჯაზ. უფრო მე ბლუზი მიყვარს, ბლუზბონები. ბლუზი. გიყვართ ბიჭებო ბლუზი? ჯოლი ჰუკერი და ასე. ჯოლი ჰუკერი. კი ბატონო. ხო, მუსიკასთან ძალიან ახლოს. აჰა, მუსიკასთან ძალიან ახლოს ავარ და ცადოთ, ესე იგი, ზუსტად ჯაზთან ახლო რუბრიკა პოლიტიკური ჯაზები. მინისტრმა ბაატა ზაქარიაშვილმა განაცხადა, რომ 3 ლიტრიან ქილაში 3 ლიტრ წყალზე მეტი ვერ ჩაეტევა. მეტი რომ ჩაასხა, აუცილებლად გადმოიღვრებაო. ჰა, შალვა. აბა არ იცოდი რომ მართლაც ასეა? თუ ლიტր ნახევარს ჩაასხავ 3 ლიტრიან ქილაში, ეგ პესიმისტები იტყვიან რომ ნახევრად ცარიელიაო, ხოლო ოპტიმისტები კი იტყვიან ნახევრად სავსეაო. ასე არ არის? მიდი გელა. მიდი გელა, მიდი. რომიცახი მიდი გელა ვერ გავიგე ისაუბრენელა. კარგი. მოდი მართლაც მარტივი სიტყვებით ვისაუბროთ. აი, ესეთ სიტყვები ვიხმაროთ, როგორც არის, ბატონო პატა, თქვენ გეუბნებით ხე, თითი, სტაფილო, დათვი, ფაფა, ჰა? ბატონო პატა. კი ბატონო, ცადოთ, აბა, ხე, თითი, სტაფილო, სახლი, დათვი, ფაფა, ინტეგრაცია, რეინტეგრაცია, ტოლერანტობა, კონსენსუსი, ფილოსოფიური ანალიზი. გაიგე გელა რამე? მიდი. რამე გაიგე? შავა როგორც კაცის ეკთხო გამიგე. ამჯერადაც ვერაფერი გავიგე. კარგი გელა გაგაგებინებ ახლა. მოდით თქვენი პროფესიული საქმიანობიდან ვისაუბროთ. აი როგორ აისახება საქართველოს ტერიტორიული პრობლემების მოგვარებაზე რუსული რუბლის ვარდნა. მიდით თქვით. ნუ ცადოთ, აბა იმედია გამიგებთ. რუსული რუბლის დაცემა როგორც მოგეხსენებათ პირდაპირ კავშირში ამავე ქვეყნის მიმართ დაწესებულ სანქციებთან შესაბამისად ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ აფხაზეთის სამხრეთ ოსეთის რეგიონში მცხოვრე მოსახლეობისათვის მოხდება სერიოზული ეკონომიკური კრიზისი და მოუწევთ ბუნებრივია მეტად ყურადღება მიაქციონ დანარჩენ საქართველოს. გაიგე გელა რამე? კი, ეხლა გავიგე. რა გაიგე? ვიმღერებ. რა?
ვაგრძელებ ტრეილერების გადასხვაფერებას, გადმოსხვაფერებას, გადაკეთებას. ტრეილერების არა, ტრეილერების და ერთ-ერთი ასეთი გადასხვაფერებული ტრეილერი ეხლა გავა ეთერში. კაცი რომელიც სულაპარაკობს და ცელქი ბავშვები ჰეიო თქვენ დიდებო და პატარებო ახალი წელი მოდის თუა ყველა ერთად მოვემზადოთ აქ არის მია აქ არის ნიკა აქ არის მათი არქეოლოგი ბაბუაიე არიან სტუმრები პლანეტა ჰუმანიტასიდან არიან სტუმრები პლანეტა ჰუმანიტასიდან ყველა ცელქი ბავშვი ჩვენთანა მოვიდა დრო ერთად დავიწყოთ ეს ოპერაცია ესეც ჩემი პასუხი თავის ცელკურობს დებაზე ცელკი ბავშვები დაბრუნდნენ ისევ დიდ ეკრანზე რეკლამის შემდეგ ვაკაჭი და კაცი რომელიც ლაპარაკობს ხვიჩა ხოჯავა და პანჩო სახალხო სიმღერით ჩემო კარგებო, ჩემ შოუში არის ახალი რუბრიკა, რომელშიც ხანდახან რომელი მანქანის პატრონი ჩვენ რომ გავაფუჭეთ, ჰა? რომელია? მე მგონი კარგი ხელოსანი დასჭირდებათ, მაგრამ აი მე ჩვენაირი რა. აბა საიდან უნდა ვიცოდე მე, ვინც პირველი შეიგინება, ეს სიტყვის მანქანის პატრონი ვარ. კაროჩე მომისმინეთ ყველამ, გარე თეთრი კია სპორტიჯი დგას. კია კაია. მოიცა, კაი ხო სწორი თქვი. კარობ გაქვს ჩასული 500 ლარა. აუ გვაცადე რა იყო რა, რეპეტიციობ. რას რეპეტიციობ? რას რეპეტიციო და პირველი იანვრიდან იმედზე გადის ახალი გადაცემა ერთხელ საქართველოში. რა იყო? დაჯექით. რეპეტიციო. დაჯექით. გავარკვიოთ. რა გადაცემა გადის? თქვენ ხართ იმ გადაცემაში, ხო? ხო, მსახიობები ვართ. კარგით. ვინახართ აბა? წარმოგვიდგეთ. ვაკაჭი, ილო. კაცი რომელიც ილო ბეროშვილი, ანუ იგივე კაცი რომელიც სულაპარაკობს და ჩვენ ვართ მსახიობები ამ ახალ პროექტში, რომელიც იმედზე იწყება. აი რა მოკლედ რომ თქვა რა გადაცემაა? შინაარსი. იუმორისტული გადაცემა არის სკეჩები, ნუ ვიდეო სკეჩები ასე ვთქვათ, სადაც სცენები სცენები და არიან პერსონაჟები. სულ ვართ მე და ვაკაჭი. 8 სკეჩია, მოკლედ და 8 როლი გვაქვს ორივეს, 8 პერსონაჟია. სხვადასხვა 8 ხო? რომელი მოგწონს ვაკაჭი ყველაზე ძალიან? რომელი პერსონაჟი? აი ხა იცი, გამიჭირდება ამის თქმა, მაგრამ აი 8-ვე მიყვარს აი საკუთარი 8 თითივით. აა კარგებია სუპერი. კა ჩამოთვალეთ აბა რა პერსონაჟი. ანუ აი მაგალითად პერსონაჟები არის ესეთი, აი საკმაოდ უცნაური პერსონაჟები არიან, პროფესორი და მისი ასისტენტი შაკო, რომლებიც მუშაობენ ექსპერიმენტებს ატარებენ, დაუღალავად რომ იბერია გავა. ძველი ბიჭები ვართ. ბაბულიკები არიან, შაკო. ამადგარიში ახლა წარმოგიდგენთ. თაკო მოკითხა შეიძლება თაკოს, თაკ მიხარხარ. ეს იმდეს ლაპარაკობს, ყველაფერს მოყვება და ხარ კაცი რომელიც დევს ლაპარაკობს, მაგრამ მე მაგ შენთვის და შენთვისაც კაი ჯანდაბას ესეთი ყოველთვის რა ქვია გამოცანები რა მოკლედ ვინ არის კაცი რომელიც აბა ძლივს ლაპარაკობს ძლივს ვინც ლაპარაკობს ეგეთი ბევრია მაგრამ აი ყველაზე ძლივს ვინც ლაპარაკობს ჩემ აზრით ეგ არის ცალსახად თარგამაძე აი მეორე თარგამაძე სხლამს მაგრამ ეს ამას აი ეხა ვაკაჭის კითხავ ვინ არის კაცი რომელსაც არ ალაპარაკებენ მარგველაშვილი. კაცი რომელიც 10 საათამდე ლაპარაკობს, აბა დათო თუ იტყვის ფორცხიძე. კაცი რომელსაც 10 საათამდე ლაპარაკობს და მე რა. არ იცის მაგან, არ იცის. არ ამბობს, ჩამიღე. ბატონი ბიძინა. მე ვიცი. ძალიან კარგად იცოდა. ვერავინ ვერ გაბედა ჩემს გარდა ამის. კაცი რომელსაც ნეტა არ ელაპარაკა. ნეტა არ ელაპარაკა? ნეტა არ ელაპარაკა არ ვიცი. მე ვარ ტყავთ. ალასანი. ეს ის კაცი რომელიც მარტო კურიერში ლაპარაკობს, დათო ეს მაინც თქვი. ეგ შენ თქვი. მე მიკითხე ეგ არის თქო? ვინ არის? ჟილკობს. ვინ არის? თქვი? დამეთანხმად მიშა. და ბოლოს კაცი რომელიც ბევრს ლაპარაკობდა, დაიჭირეს, გამოვიდა და ახლა ცოტას ლაპარაკობს. თავიდან ჩემ თავზე ვიფიქრე, მაგრამ დაჭერილი არა ვარ, არ ვიყავი აშკარად, არ ვიცი. მე. შენ გონია ცოტას მოდი. კაი,
დაწერილი იყო ამ გადაცემაში როგორ მოხვდით ვაკაჭის შემთხვევაში? გასაგებია, იმიტომ რომ დიდი გამოცდილება აქვს ვაკაჭის. კორიფე არის, სცენის კორიფე. შექმნა დაუვიწყარი სახე, უკვდავი. ერთი ჯორჯოლიანმა შექმნა მეორე. და აბა შენ როგორ მოხვდი? ესე იგი ვიცი რომ ფეხბურთელი იყავი. მე მოხვდი შოუ ბიზნესში, რეკლამებში, მე ძალიან ბევრი წინახობა. ლარივით ფეხები კი აქ რა. ლარივით ფეხები. სარივით არის ეგ. სარივი რა, ლარივით ფეხები. ლარი რა, ესეთი. გაეზარდა, ხო? შე ლარივით ფეხები გა. მოკლედ ესე იგი რა არის რომ ფეხბურთელი ვიყავი კი, ეგრე არის. თამაშობდი სხვადასხვა პროფესიონალურ დონეზე, არა ის რომ ნიჭიერი ფეხბურთელი იყავი. კი, ნიჭიერი ფეხბურთელი ვიყავ, მე პროსტა მენისკი და რამე ხო. აბა ეხა ხო არ ვიტყვი რომ აზი არ ვიყავი და ვერ გავხაჩე მეთქი. მანქანა დამეჯა ხედა ჩასკა. აი ესეც დათო ფორჩხიძეს ფეხბურთელი იყო. სხვადასხვა დათო თამაშობს, მაგრამ არის აი როგორც ვიზუალურადაც ზიდანს გავს და ზიდანის პასებია. მე ამას მართლა. დათამაშები მე და ვაღიარებ ამ კაცს. მე ეხა პინსიაში ხარ და არ გახსოვს, ამას თმები ქონდა და ვაფშე არ გავდა. ხო და როცა ქონა ვერ თამაშობდა. გაცვიდა ოპიტა მეემატა და დაიწყო თამაში, ხო და როგორი რაღაცა არის, ანუ მართლა ფეხმა შემოწყო, მართლა პერსპექტიული ყავი, ესეთი მეტსახელიც კი ქონდა ცხენი, ანუ ძალიან სწრაფად დავრბოდი. მართლა მქონდა. ცხენი ჩააწოდე. ცხენი პასიტო რა არის და რაღაცა და მე ამ ფეხბურთელობის დროს სხვადასხვა ძალიან ბევრი ესეთი ორჯერ გავხდით ჩემპიონები, ვითამაშეთ ევროთასებზე ვიჯორდით თამაშობდი, წავაგეთ 6-0 ტრუასთან. ბევრი საინტერესო და კურიოზული მომენტი იყო და სხვადასხვა ერთი რამე რა. ერთი ისტორია მახსენდება ფეხბურთზე რა ხომ მოვყვები უცბად რა თუ შეიძლება ძოძუაშვილი ხო იცი ეგეთი კი როგორ არა კაც წვნელი იყო ჩვენი ნაკრები კეცბაიას უჩხუბობს ძოძუაშვილიც უჩხუბობს რა ეგ ძალიან დიდი საერთო რაღაცით გვანან ერთმანეთს და თუ მაგალითად აი ხო არის რომ წვნელები ხა აგერ იცის დათომ რო გამოდიან თქვა სტრატეგიას დიდ საყენებენ და დაფაზე მთელი საათნახევარი ლამის ჭადრაკია რა და ეს ძალიან ლაკონური არის ძოძუაშვილი გამოვიდა და დაფასთან დადგებოდა და მოყვებოდა რომ თოდუა რო იყო სტრაფი იყო ეგ ცხენი იყო ესე ამბობდა რომ აკანე თოდუა ბიჭო დეიჭერს ბურს დაფასთან წეიღებს ჩო უწოდეს მე და პორომოშკა დახვდება აკანე და თევით გეიტანს პორომოშკა ხო გეიტან ბიჭო მე იტან ანუ თელი ეგრეთ წოდებული წყალებში უსტანოკა იყო ეს ხო გაიტან ანუ იმაზე იყო ხო გაგეგმილი კი აი აქ რატო რეპეტიციობთ აი ესეთ უჩვეულო ადგილებში რატო რეპეტიცია? არ გვაცლიან რა და რატო რეპეტიცია? ოთახით გვაქვს ჩემო ბატონო ყველაფერი, მაგრამ მეძობლებს ვაწუხებდი და ამბავში ხარ და ჩივიან და რაღაცა. მაგ კი არა. იმდენ ნუ ამდენ როლს ხო გავდივართ ხოლმე, ხან ვინ ვარ და რაღაც არაადეკვატური ვარ ხოლმე სახში მაგრამ ხო არ არის საჭირო ხა საზოგადოებაში ამის მოყოლა მაგრამ მაინც ვიტყვი რომ შენ გეტყვი მეგობრულად რომ მე არავის არ უნებრივი მოთხოვნა რომ ყველას აი სახში რომ მირბიხარ თან მე-11 ჩვენ შორის დარჩეს უბრალოდ ავრბივარ რაღაცა აკეთე ნუ საფიფაროში შევდივარ და უცბად ვაღებ იქ რო ხარ და გამოვაგებ და მარიკა ტუალეტის ქაღალდი არ გვაქვს და რატო ერთ-ერთ როლს ასახიერებ ხო რაღაცა აი მამაჩემს მაგათად მეც ეგეთები მაგრამ მეც ვიტყვი ვისზე ნაკლები ვარ რომ მოკლედ მამაჩემ ფეხბურთს უყურებდა ბარსელონას რა და ეს მეცნიერებს ხომ ასახიერებს არა რომელიც ივერის გაფრთხილებას იმუშაობენ და მე ვარ პროფესორი და ეს ფეხბურთს უყურებდა და შევედი და უთხარი რომ მამა კოლეგა და მამაჩემი გამოშტერდა ანუ მამა კაი ბევრი რამე დამიძახებია მამა კოლეგა ხო პრინციპში კოლეგა მეც კოლეგა შენს მამა ხარ ჩვენ ყველანი კოლეგები ვართ რა კაი მოდი აბა განასახიერეთ ეს მიქსი გააკეთეთ რა დიჯეის კი მიქსი თქვენი გმირების რა ანუ ისა რა ქვია ჩვენი პერსონაჟები განმასახიერებ ხო მე ავდგები ხო ხო მაშინ დავით აი ძლივს სადღაც გვარეპეტიციები ხო მიდი რა რა არის გენაცვალე რა არის რა ხდება ეს რეები დაგიყრია თუ სტუმარ მათ რა წაკითხული კონდეს ან რაღაცა ან სუფრა გაგეშალ თუ დაგმატიჟეთ მაო გაგეშალ სუფრა გაიღვინო პური რაღაცა ყველი რაღაცა გაგეკეთე ერთი წამით რა ძალიან გთხოვთ რა ეს არის გადაცემა იუმორისტული სადაც უნდა მოიქცეთ შესაბამისად რა ემასწავლე ბიჭო შენ იუმორს შენ იუმორის გნობა არა გაქვთ ვისეუბრებ ერთი ანეკდოტი არიცი კაცო ვინ არის ის ანეკდოტი რა ეს ანეკდოტი გამახსენდა შემოშალვა რა 70-იანი წლებია რა 70-იანი წლებია და მე და შალომის ვარ გორძილში ხო მომისმინე ერთი რა ისმე გორძილში ვარ და ეს პატარძალი რა დათქვიტინებულ ძუძუმებია მაგრამ გოგდა გოგოა რა და შემოდი ნერვილობს იგლიჯავს ყველაფერს სიძე არ მოდის სიძე არ მოდის და მივედი ესე ხელი ბადრუშკა გაუგედა ესე და დღეს სიძე არ მოვა მე ვიკრები შენი სიძე აი ეს ჩამორჩენილი ხარ ჩვენი დრო მე არ ვიჯო ჩამორჩენილი აუ აი სანჩიკ აგჭის თუ ერთი წე მოეშვი ცოტა
აუ, შენ დას გაბიცებ, სანჩი, კაი, ჩხუბი და რამე, ნახე რა, გოგოები არის. აბა, გოგო. ერთი წამი. ეს რომელია, იცი, სიმონ, ახალი ხმა და რამე, ხო იცი? კაპო აჭერდა რო ტრიალები. ამარჯობოთ, გოგონი, და როგორა, ხა შეიძლება თქვენის გაცნობა? არაო. აუ, მე რა პრობლემა, ეხლა გავეცო. ილიცელები ვარ, თო გადავეყრები, სად. აუ, რა მაგარ არა მევასები. შენ ჯანმრთელობას მიცევთ გავალ და მოვალ, რა მაყუთი რა. აი, ატარა სისმინდე, სიყვარული და რამე. ფორჩხილზე არ გინდათ რომ მოიხსენე. აუ, ნახე, ვინ გაიჩიტა? შენ თავს პიცავარ. ო, ვინ გაიჩიტა? საბიჯო ფორჩიზია, ფორჩიზი. ვინა? ფორჩიძე, არ გახსოვს გრუპა რო იყო, იქა ხუჯაძე რო იყო ძმაო, ხაჩიძე რო იყო, მერე გუბერნატორი რო გახდა. აი ეგ ეს იყო. კუჩის ბიჭები? რა კუჩის ბიჭები ბიჭო? არა, რომ ღეროდნენ, შენ რა სექსი ხარო ეგა? მაგრა გავათავეო. გავათავე ხორჩი. ხო, არისო. გენაცვალეთ, მათი რა ერთი რა ჯიგრულად ძმაო, სტუმრათა ვარ ჩამოსული ქალაქში და იმღერე. ანდა მაიცა. აუ, აიცა ბიჭო. შენ იქა ეგა. ჩვენებური ჩანხარე ამაზე გეტყობა ბიჭო. ამის ადგილზე არა, არც ვიახშმებდი. ჩუადა. აბა მიდის მოგერე? ხო, აჰა, რა გიქნა? მაღლა ხელები. ონა მერტად საიდა! აიგრე. მაღლა ხელები. ეგრე ძმაო. ვისაც დაეღო სილიკა დავანე. აი მაგით ომიყვაი ქალაქი. კაი, დადი. და დასასრულს ნახოთ ვიდეო, მუსიკალური ვიდეო, რომელიც კიდევ ერთხელ დაარეკლამებს აი ამ შვენიერ გადაცემას, შოუს ერთხელ საქართველოში, რომელიც საახალწლო ეთერში იქნება. სიბნელე და დუმილი ველოდები ერთად ერთს ამ გულის დარდებს რომ გამიქარვებს ნებით ამავსებს შემოაბიჯებს ის ჩემს ცხოვრებაში და კომპლექს და ჯაჭვებს რომ ამხსნის და დავიხლართებით ნებათა ქსელში რაც ამის ხელს დავიჭერ ხელში ნეტარების ვითვლით წამებს არ მთავრდება ეს ღამე არ დაიღალო და გთხოვ არ გაჩერდე გვეშველება შვენს რამე ერთხელ საქართველოში გვეშველება რამე აბა ბოლო რუბრიკის დროც მოვიდა ერთი სიმღერის ისტორია, გემრიელი რუბრიკია, რადგან ერთი ძალიან სახელოვანი ადამიანი მოდის და ერთი დამწყები. ესე იგი, პანჩო და ხვიჭა ხოჯავა.
ნახე, აი, ახალგაზრდები პანჩო, ნახე, როგორ მიისწრაფიან წარმატებიდან. ჯერ დაждდა ჩემთან ყველაზე ახლოს, ესე იგი, რომ არეშინია. დღეს ჩვენ ვიხსენებთ სიმღერას, მაგრამ სანამ სიმღერას გავიხსენებთ, არის ისტორია, ჩვენი ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც აქვს Facebook-ი, თურმე Facebook-ით ელაპარაკება სხვადასხვა ადამიანებს, ქალებს, კაცებს, გოგონებს, ბიჭუნებს და შენ დაგელაპარაკა, ხო? ნახა შენი სიმღერა და რა ხდებოდა, აბა, როგორ იყო, მოყევი უცებ. რა ვიცი, ცოტა ნასვამი ვიყავი და შენ იყავი ნასვამი, ხო? ხო, მერე? რა ვიცი, დავხვდა მესიჯი და მეც პასუხი გავეცი რაც. ხო, მესიჯი იყო, რომ რა კარგად ღერი ხარ და მე რო დავბრუნდები, დიწარმატებას მიიღწ. აწიე თავი. შენც გაგიშვებს, სადაც პანჩო გაუშვი. არა, როგორ? მე თუ დავბრუნდი, დიწარმატებას მიიღწ. და შენ რა მიწერე? ოღონდ შენ უნდა დაბრუნდები და ისაც კარგად ვიგზნო მეთქი თავს. ხო, მარტო ეს ღირდა იმისთვის, რომ შალვა რამიშვილს ეს კაცი მოეწვია. მაგრამ აღმოჩნდა, რომ თან სიმღერაც შეუძლია ახალგაზრდას. რომ წარ შეგეძლო სიმღერა, მაინც მოგიწვევდი, გაყროყინებდი, აქ არ არის პრობლემა. ისეთი კაი რაღაც დაწერე, მაგრამ ჯანდაბას ეხა კარგად ღერი, თან მით უმეტეს, როცა მითხარი, რომ პანჩოსთან ერთად ღერიო, ეგ არის. პანჩო, როგორ მოხდი? შენ როგორ მოხდი ამ გაუგებრობაში? მე აი თქოვა კაცმა და წამოვყევი ერთად გვაკაკეთებული ეს სიმღერა გავაკეთეთ ეს დიდი ხნის წინ არის დაწერილი სიმღერა კი ისი სიმღერაა პანჩოს რა თქმა უნდა და მადლობ და რითია შემილა გვერდში უდგევარ და მინდა რომ არა კაი კაცია პოლიტიკურად რაც თავარია არაზრუნებს სწორედ აზრუნებს სწორედ ნეიტრალური და არ გეშინია რომ დაბრუნდეს არა მე ისე მეშინია მოგხედოს შერისი გეშინია და გეშინია ერთადერთი ვისაც არ ეშინია ჩვენს აი ხლა ეკრანზე ვინც ჩანს ადამიანი კაი რა მოხდება იცი აი მოხდება რომ დაბრუნდეს სამი კაცი გამოვა და 20000-ით ჩაჯდება იცი რუსთავი 2 გახდება ხალხის ტელევიზია აკრედიტაციის გარეშეს დაიწყებს ერთი კაცი ადამიანი ამ თავრობის მიერ აშენებულ 100 ქარხანას გახსნის მიშა ნუ რაც არ შეიცვლება ერთადერთი საქართველოს ნაკრები არ შეიცვლება ისე ვის დარჩა მაგრამ ერთი კაცი დაწერს სიმღერას დარია თუ ავდარია მიშა ღმერთკაცია უკვე შემიდია ეხლა გადავიდეთ ახალ წელზე ახალ წელს სად ხვდებით როგორ ხვდებით პანჩო მინდა შენ კითხო რა გაქვს რა ხდება კონცერტია ხო ახსნილია უკვე შეიძლება შენ რო იმღერო ხო უკვე კარგია ეგ ერთი გამიხსნეს გაგიხსნეს შენ იმ ადამიანთან ერთად თან ერთად აი ჩვენ ახლობთ ოჯახური ურთიერთობა რა არ ვიცნობო ვინ არისო რომ ვკითხე რომ ეს უნდა მოიყვანო დაიჯღანა და რაღაც მალადეც უკვე ახალწელს ერთად აი ხედავ როგორ აკეთებენ კარიერას ესე უცე სწრაფად ბევრს მიაღწევს ბევრს მიაღწევს შე ხო არ იცნობდი გამოდგა რომ ჩემი ძალიან ახლობელი ყოფილა თურმე მიშამ დაურეკა და რა გინდა ასრულებს თავი რა გითხრა გითხარი მოუარე მაგბიჩს მიხედე ჩამოსვლამდეო რა კარგით ხო ჩამოსვლამდე თუ კაი ხანი მოგიწევს მიხედვა ნახოთ მოვისმინოთ ეს სიმღერა პანჩოს ეს სიმღერა რომელსაც ქვია ამ სიმღერას ახალი წელი ვისი ამოვნოთ ჩვენ წინა საახალწლო ეთერში შევხვდებით ერთმანეთს მანამდე ვამთავრებთ ამ შოუს მომავალ შეხვედრამდე მომავალ კვირა ზამთარი დიდი სპიფქები ბარდნის ფერიაკ თვარის და დუმს ქალაქის დუმს აღერსად ხარბის აღერსად ხარბის ჩეხეს ნაძობი წაიღეს სახლებში ვიღაცამ ნაშებში არ ვიცი რატომ ერთი ბოთლი ღვინო მაქვს სუფრაზე და გოზი ნაყიმარდო არა მგონია რომ ამ ქვეყანას ახალმა წელმა უშველოს რამე ყველა გამოდით ქუჩაში გამოდით ყველა ერთად ვიმღეროთ რამე ახალი წელი მოვიდა ჩვენი ახალი წელი მოვიდა ისევ ძველი
ახალი წელი მოვიდა ჩვენი ახალი წელი მოვიდა ისევ ძველი დახოცეს დროხები, გორები, კოჭები, მამლები, დედლები, ინდაურები, გაიწბეს გულები, დახარჯეს ფულები, აივსეს ერთი წლის შიერი კუჭები. ზოგი სახშია, ზოგი კარავში, ზოგი ციხეზე, ზოგი წყანაში და ყველას გილოსავ, ყველას გეხვევით, ყველა მიყვარხარ ჩემ ქვეყანაში. ჰეი! ახალი წელი მოვიდა ჩვენი ახალი წელი მოვიდა ისევ ძველი ახალი წელი მოვიდა ჩვენი ახალი წელი მოვიდა ისევ ძველი ახალი წელი მოვიდა ჩვენი ახალი წელი მოვიდა ისევ ძველი ახალი წელი მოვიდა ჩვენი ახალი წელი მოვიდა ისევ ძველი ახალი წელი მოვიდა ისევ ძველი ზამთარი პირის ფიფხები ბარდნის ფერი აქვს თვარის და დუმს